14 წელი საჭმელს გისამაგებდნენ. აი შენ თვითონ გრძნობ მიდიხარ და სამაგად ყიდიან შენზე. ოცნების ბიზნესმენი, ოცნების მაღალჩინოსნის ძმას, დას, ბიძაშვილს ეკუთვნის ეს კომპანია. გისამაგებ, შვენივრად ხვდები რა ხდება? მიდიხარ არჩევნებზე და 80% იღებს ხმას. შემდეგ აქვს ფუფუნება. არჩევნების გადასვლის შემდეგ ცოტა რეიტინგში რაღაცეები შეელახა. და შიგნით ფინანსური გადაალაგებები რომ მიდის, აი ეხლა რაღაც ფასების 14 წლის თავზე აღმოაჩინე ფასების პრობლემები და მევე გამოვასწორებ ამას. თავისივე ბიზნესმენებს აწვება ამ თემაზე. არიცი რა გარანტია გექნება შემდეგ აქ რო გადაალაგდება და გადმოვაგდება. 3 თვით გაგიაფებენ 20 თეთრით და მე 8 ლარით გაგიძვირებენ 3 თვეში თუ მართლა გაგიაფებენ, არაფერი გარანტია არ აქვს და რატო არ აქვს გარანტია? ბიჭო, მაგას რო გაიგებ, რომ 14 წელი გაშიმშილებდი. მაგაზე პასუხი რა არის? აი ყველა ერთად, თქვენ ყველა ერთად უნდა დაისაჯოთ. აი ყველას ერთად აგერ აი სხვა ვაძლევ ხმას. ეგ არის გამოსვლა. კითხვა აი რა ალტერნატიულ სისტემურ გამოსავალს თავაზობ. სისტემური გამოსავალი რა არის? აი ესენი ამათ ევალებოდათ მოეწყოთ ისეთი მთავრობა, რომ საჭმელის ყიდვა შეგიძლია. არ მოაწყეს და გაირკვა თან აღიარების დონეზე, რომ ხელოვნურად გაგიძვირეს რა. შენ სანამ მასეც რაღაცა თავს გამოიშტერებ, რომ აი იცი რა, ეხლა ცოტა იცი რა, აი აბა ეხლა არ გინდა კარგი 14 წლის თავზე. არ იცი ხდება კაცო კაი. 14 წელი ვიღაცა თუ მაგალითად ნარკოტიკებით ვაჭრობდა ქვეყანაში და დაწამლა ახალგაზრდობა. და ვიღაცამ გარდაიცვალენ, თაობა დაიღუპა და მე თვითონ გამოვიდნენ და ეს რა იყო კაცო? ეს აღმაშფოთებელი ეს რას გადრულობ? ერთმანეთზე მაგაზე უარესი გაправებები წავა. ყველას უნდა დაარტყა კაცო. მე მგონი უცნობმა თქვა, რომ ესო მთავრობა რა შუაში არის, ეგ სუპერმარკეტები ნაცების არის. სუპერმარკეტები კიდე რაც დღეს არის უმაგათია, თქვენ ხوار გონიათ, რომ ვინმე სხვასია ჩვეულებრივი ადამიანი, ისევ მაგათია, ნაცების არის ყველაფერი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაუტოვეს, არ შეხებიან მაგათ არაფერს და ესენი ეწევიან საბოტაჟს, რომ ეს ფასები ძვირი იყოს და ისიც და ესეც, მაგრამ მოგეხედებათ თქვენც აუცილებლად რა. უცნობმა რაც თქვა ხა ადამიანმა თუ დაიჯერა, მაგიდან ლოგიკურად რა გამომდინარეობს, ხა 13 წელია ოცნება ხელისუფლებაში და კიდე ნაცების არის ეგ ყველაფერი, ეგ თუ არის, მან დისდასკვნა კი არ კეთდება, რომ რას გვიშვება ეს ნაცები, მან კეთდება, რომ აი ეს ქართული ოცნება რა. ანუ 13 წელია და კიდე ნაცების თუ არის ყველაფერი და ისევე გენი საბოტაჟს აკეთებენ და ეს ქართული ოცნება რას შვება რაღაც ანუ მახათით რაღაცა манипуляციებს ატარებს ეგ როგორი კითხვა იცი აი თუ უცნობი რასაც ამბობს ადამიანმა დაიჯერა ეგ არის ალბათ ქართულ ოცნებას ყველაზე ეფექტური შეტევა რაც კი არსებობს ხო ანუ მე მაგაზე მაქვს მე მგონი აი მაგას ვიღაცა მაგას სერიოზულად იძახის მარტო უცნობი კი არ კაცო სერიოზულად იძახიან მე პრეტენზია მაქვს მაგ ხალხთან აი რომელ ადამიანთან აქვს ისი პრეტენზია აი ბავშვს საჭმელი ვერ მიუტანა და აი გამწარებულია და ჩართო ტელევიზორი აი რატოა ვერ მიუტანე ბავშვია და ნაცების არის ისევ სუპერმარკეტები იმიტომ დაუტოვეს და საბოტაჟს ეწევიან და მაშინ ისე ოცნებას უნდა ვიცი ხო ისე ოცნებას აი მაგას რო იტყვის ვიღაცა 14 წლის თავზე ბავშვი მშიერი გაზარდა მაგ დებილობის სმენით რო იმათ არ წაართვეს ნაცებს და მაგის შედეგი არის არა ერთ წამთან როგორ მოიწევს არ წაართვეს ნაცებს მაშინ რატო ატარებინები საბოტაჟს შენი პასუხისგებლობა არ დგება მაგ დრო იმიტომ დემოკრატიულად მართლა ჯერ ერთი რა გამაგებია იცი ეხლა მაგალითად შოთან ხო ჩამოთვალა ვისია ექსელები ეხლა მე რა მაინტერესებს იცი აი ეს მარეგულირებელის უფროსი რო არის ქართულმა ოცნებამ რომ მარეგულირებლის უფროსად დანიშნა ეგ არის ნაცი არ ვიცი კაცო ნებისმიერ პასუხზე თანახმავარ აი რასაც მეტყვით დავიჯერებ ვაფშე ეჭვი არ შემაქვს თქვენ სამაში ანუ ეგ ტიპი ნაცია თუ ნაცია რატო დანიშნეთ ტელევიზიების უფროსად თუ ნაცია არ არის რატო მატყუებ ანუ რა პასუხიც გინდა იმას დავიჯერებ პროსტა გამაგებია ან აი ეს რიჟვაძევის სახლში თავს იკლავდა
ეგ ტიპი ნაცია? ეგრე გამოდის. ბაზარი არაა, თუ მეტყვირო ნაცია, მჯერა რომ ნაცია. როგორ ის ოღონდ მაშინ თქვენთან რატო არის? აი ესე ხო არ შეიძლება მართლა რა. აი რა შეიძლება იცი? ახლა არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. სანამ რა არის იცი შესაძლებელი? აი ეხლა მაგალითად უცნობი 30 წელია სულ უცნობი ლაპარაკობს, ხო, აი ამ ქვეყანაში, სულ უცნობი რაღაც სტეპს ლაპარაკობს 30 წელი გავიდა. ამ მაგ ვიძეთ. ხო, აი ასე უცნობი ლაპარაკობს, აი ნაცები რაღაც, აი სულ ერთი და იგივეს ლაპარაკობს რა 30 წელი, რა. და სანამ ამ ქვეყანაში შესაძლებელია რა იცი? სინამდვილეში, რა ვიცი, აი ყველაფერი ირკვევა, მთელი მსოფლიო შეიცვალა. და ამ ქვეყანაში თუ კი აი ეგ ვერ გაირკვა, რომ აი ეს ყველაფერი რაც ხდება, აქედან გამოსავალი რა არის? განებე ოცნებას რა თავი რა. ოცნებისკენ ნუ ხარ, კაცო. აი თუ ეს ვერ გაირკვა, მაშინ რა ვიცი, აი რაზეც გინდა ილაპარაკე, აი იქ ის ხო არ ხდება? იქ მე მგონი გამოსწორდა, ვიღაცა რაღაც ასე დასკვნის საკითხი. მე მგონი შიგნით რაღაცა ერთმანეთს დაერიენ. აი მერე რის ირკვევა მიდის, იცი კიდე? აი ოცნების შიგნით ვიღაცა ორი სასტავი ერთმანეთს რო დაერია, მაქედან კარგი ვინ არის და ცუდი ვინ არის? ხო, აი განებე ოცნებას თავი რა არის აქ რთულია კაცო. აი რა განებე რა საერთოდ ოცნება არ ვარ კაცო. ოცნება აი რატო არ ვარ განახე? აი რატო უნდა მიხვდეს ხალხი ოცნება რო არ ვარ? ბიჭო 14 წელი ვერ დაიჭირეს, აი ხალხს უძვირები და ვერ დაიჭირეს რა. და სამაგიერთ ვინ დაიჭირეს, იცი? აი სასამართლომ ჭიათურელ მაღაროებს გიორგი ნაფერაძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ანუ აი მაღაროელების დაჭერა პრობლემა არ არის. მაღაროელების, რომლებიც რას აპროტესტებენ, იცი? აი ჭიათურის კომპანია, ის რა ქვია, მანგანეზის მომპოვებელი კომპანია მასეთ გაუსაძლის პირობებს რო უწყობს იქ მაღაროელებს. აი არა ადამიანურ პირობებში რო ამუშავებს. მიზერულ ხელფასზე და ძალიან ცუდი პირობებით და იქ არაფერს ტოვებს და ყველაფერი გარეთ გააქვს და თან ოცნების ფინანსურ ელიტას რო ეკუთვნის ეგ. ოცნების ფინანსურ ელიტას ერთ-ერთი მე წილი არის მაგალითად რუსთავიორის ფლობი. მაგათ რო ეკუთვნით, ხო, მაგაზე რო შეეწინააღმდეგე მაღაროელები, რომ აი რავი ცოტა ნორმალური ხელფასი. აი დაიჭირე. მონურად, ხო შეიძლება რომ მონურად არ ვიშრომოთ. შეიძლება რომ აი მიწის ქვეშ ჩავდივარ, შეიძლება თავზე დამეცეს მთა. ეგრე ვშრომობ. შეიძლება ამ ჩემ შრომაში იმდენი ავიღო, რომ ჩემ ოჯახს ეყოს. მოთხოვნა იყო ეს სინამდვილეში ეგ. და იქიდან არის რომ ბიჭო რეებს ითხოვ ვაფშე. ესენი აჯანყებული არიან და ეს ამაზე ვაფშე გააგდეთ სამსახურიდან და ვაფშე ხმას ვინც ამოიღებს ხელფასის მომატებაზე, ეგენიც გააგდეთ სამსახურიდან, კაცო. და იქ ინვესტორი ხო იცი საქართველოში ინვესტორი ხო რაღაცა ამაღლებულია, რაღაც სიწმინდის რაღაც იმაში გადის რა. როგორ აყენებს იცი საკითხს, რომ თქვენ რო იცოდეთ ხო ეს მარგანეცი ვაფშე წაგებაზე ვმუშაობ მე. მარგანეცი ვაფშე მოგება ჩათვალეთ რომ მართლა თქვენ ხო ეხლა გგონიათ რომ მე რაღაც ვღადაობ. პირდაპირ მაგას ლაპარაკობდნენ რომ ჩვენთვის საერთოდ ეს მარგანეცის მოპოვება სოციალური პროექტი არ გვიღირს და პარალელურად ჩვეულებრივ სტატიები იწერება რომ უკრაინის ომიდან გამომდინარე ევროპა ეხა იწყებს გადაიარაღებას. გადაიარაღება რომ მოხდეს ამისთვის საჭიროა ფოლადის ინსტრუქცია, ანუ რაღაც ტანკები რო არის და ბეტერები, ასაგები. მაგას ჭირდება მარგანეცი და პირდაპირ წერვა აი მაგის მარგანეცი მოდის აი ამ კონკრეტული პატარა კავკასიური ქვეყნიდან ანუ რაღაც იქ რაღაც კონტინენტის გადაიარაღება იწყება მაგაში რაღაც მეტალურგიაში კრიტიკული რაც არის ერთ-ერთი კომპონენტი მიდის აქიდან მაგრამ ეგ ფულს არ წერს არა ხო არ წერს და ეს ხალხი რო რაღაც ადამიანურ ხელფას ითხოვს ხო ციხეში გაუშვეს
რა. კი, ეგ ხალხი ციხეში გაუშვეს. მარა 7 თვიანი პატიმრობის მერე ნაცები გამოუშვეს. ნაცები, აი ხო ნაცებს ხო მიეხედებათ რა. მოგეხედებათ. აი ისიც ხო იმათია ის სუპერმარკეტების ხო ნაცებისა მიეხედებათ ეგ დამთავრდებიან ეგ იმა გამოუშვეს. პოზიცია 7 თვიანი ტყვეობის შემდგომ მანამდე პირდაპირ ეთერში მაყურებელს აქვს საშუალება უყუროს შეხვედრის კადრებს ის შეხვდება ოჯახის წევრებს ინტენსიურ ყურების საშუალება მადლობდით ჩვენ გივით არგამაძის გათავისუფლებას ათამდე იყო მისი გათავისუფლება პატიმრობის შემდგომ რუსთავის ნომერ 12 ინტენსიური დაწესებულება მე მაყურებელს შევახსენებ როგორი თემაა, იცი? ეს არის ოცნების სიგნალი ჩვენთვის. სულს ამოგხდით ხალხო რა. აი სულს ამოგხდით თუ რაღაცას გაინძრევით, აგერ ნაცები ხო არიან რა, ნაცები ისევ რადარებზე ფიგურირებენ. აი კომისიამ ხო იმუშავა. ის კომისია ხო დაამთავრა იმან ნაცები. აი ის კომისია იწყება კომისია. ახალგაზრდებს უნდა შევახსენოთ და ნაცები აუცილებლად ან ნახეთ ან მაგ კომისიაზე რო ვიძახდით, რომ რა ეს არაფერს არ იცავს და ხალხო ჯერ დააცადეთ, იქნება აკეთებს. კარგიც ხო უნდა აღიაროთ, არა, იქნება აკეთებს, კაცო. ჩასაფრებულ რეჟიმში რატო ხარ? და აი რო დაიჭირეს ესენი. ესენი რო დაიჭირეს, აი ხო გაგაფრთხილეთ, რომ ესენი ჩაჯდებიან ცოტა ხნით და გამოვლენ. და არა მარტო გამოვლენ. როცა არჩევნები მოახლოვდება, მერე ნახეთ, ნაცები არ დაბრუნდნენ, ხალხო. აი ეხა პატარა პაუ ინაღამ დაბრუნდებიან. აი თქვენი გადასარჩენი 28-ში დაიწყება. თქვენი გადასარჩენი არ ვიცი, რავი შეიძლება საერთოდ ვადამდელიც იყოს აქ ან რაღაცა, მაგრამ მან მთელი მუღამი გეტყვი რა იქნება რა. ეხა იქნება ორი სუპერ დარტყმის კომბინაცია. ქართულ ოცნებას ხო აქვს ორი სუპერ დარტყმა, რითიც უნდა არჩევნებზე. კონსტიტუციური უმრავლესობა გვჭირდება. და ნაცები არ დაბრუნდნენ. აი ეგ ესე შეერწყმება წინაშე, აი შემდეგი საარჩევნებზე იქნება ესეთი არა, კონსტიტუციური უმრავლესობა რისთვის ჭირდება, იცით? ნაცები რო არ დაბრუნდნენ. არა. და ნატო არა, კაცო, აგერ უკვე აფხაზეთს ვიბრუნებთ. აგერ მაგიდაზე. სხვანაირად კონსტიტუციური წესრიგის უმრავლესობა ჭირდება. ჩვენ ბავშვობაში რაღაცები უნდა გადავაწყოთ, იქ მუხლები ამოსაღები. ჩვენ ბავშვობაში იყო